შვეიცარიაში კი გრძელდება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი და შეხვედრები, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებსა და ევროინტეგრაციას შეეხება. შალვა პაპუაშვილი გუშინ უკვე შეხვდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც საქართველოსა და შვეიცარიის შორის ურთიერთობების ინტენსიურ განვითარებაზე ისაუბრა, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. პარლამენტის თავმჯდომარემ შვეიცარიულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე აღნიშნა შვეიცარიის როგორც შუამავლის მნიშვნელოვანი როლი თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ. მხარებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. გნეციო კასისმა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა გამოხატა. ეს არის უმაღლესი რანგის ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით წარმართული. ხვდებით და გქონდა უკვე შესაძლებლობა შეხვედროდით ორივე პალატის თავმჯდომარეს. მათ მტკიცე მხარდაჭერა გამოცხადეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი და ჩვენ რა თქმა უნდა მოხარულები ვართ, რომ ესეთი გზავნილებით შეიძლება დავბრუნდეთ ჩვენ საქართველოში იმ იმედით, რომ შვეიცარია განაგრძობს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების შემდგომ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო სფეროებში. საუბარი იყო მაგალითად იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი აქვს შვეიცარიას იმ ვითარებაში, როდესაც შუამავლის როლს ასრულებს და იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ შესაძლებელია კიდევ უფრო განვითარდეს როგორც სავაჭრო ეკონომიკური კავშირები, ასევე განათლების სფეროში არსებული ურთიერთობები.